ბევრმა ადამიანმა დამიწერა კომენტარებში განიხილე და გვაინტერესებს შენი აზრი ლისიანგის შესახებ. და რა თქმა უნდა, მე ჩემ გამომწერებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და დღეს განვიხილავ ლისიანგს. რა შეგვიძლია ლისიანგის ბრენდზე ვისაუბროთ. ბრენდი ძალიან ახალგაზრდა არის ავტოწარმოებაში, ის იწყებს 2016 წელს ავტოწარმოებას და ვფიქრობ, რომ ჯერ მაინც ძალიან ახალგაზრდა ბრენდი არის. მის ინტერიერს და ექსტერიერს რომ უყურებ, ძალიან მომწონს, არ დავმალავ, ძალიან კარგად გამოიყურებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი მაინც უნდა ვაცალოთ ლისიანგსაც, რომ თავისთავი გამოცადოს, დაიხვეწოს და უფრო უკეთესი გახდეს. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. ძირითად შემთხვევებში აი Toyota, Mercedes, BMW და სხვა ცნობილი ბრენდები რომ ავიღოთ, დღემდე რაღაცას ცდიან, დღემდე რაღაცას ცდილობენ რომ განვითარდნენ და ბოლომდე მაინც არ არიან სრულყოფილი. რამდენი წელია მანქანის ინდუსტრიაში არიან და მანქანებს აწარმოებენ, ხო? არ მოვიხიბლოთ ფასით და ტექნოლოგიით. კი, იმას მისახა მეც ძალიან მომწონს რომ $20,000 მანქანაში, რავით, მასაჟის 12 ფუნქცია მაქვს, 360 კამერა, ლიდარ სისტემა, head-up და ასე შემდეგ რომ მაქვს, მაგრამ რამდენი ხანი იმუშავებს ხო რეალურად მე არ ვიცი. მოვერიდოთ ახალგაზრდა ბრენდებს. ეს არის მხოლოდ ჩემი რჩევა და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით. თქვენ როგორც გადაწყვეტ, ისე უნდა გააკეთოთ. მე უბრალოდ გირჩევთ ამას. ლისიანგი ბაზარზე შევიდა range extender ძრავებით. და რას ნიშნავს range extender ძრავები? არის ელემენტზე და მოყვება დამატებით ძრავი, ეგრეთ წოდებული გენერატორი. როცა დაждდება ელემენტი, მაშინ ერთვება ძრავი, რომ დატენოს ელემენტი და უფრო მეტი კილომეტრი გაგატაროთ. Range extender მიმართულებაში ძალიან კარგად გამოიყურება. ლისიანგს რა თქმა უნდა ყავს ჰიბრიდი და ელექტროავტომობილებიც. სულ აქვს 3 კატეგორია. პირველი არის range extender-ი, მეორე არის ელექტროავტომობილები და მესამე არის ჰიბრიდული ავტომობილები. სამივეში ძალიან კარგად ასპარეზობს, ჩინეთში ძალიან დიდი ბაზარი უკავია ამ მანქანებს, უკვე საქართველოშიც შემოაღწია, თუმცა ფასი ძალიან მაღალი აქვს ამ მანქანებს. ფასი იწყება $30,000-დან და ზევით. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია მოდელზე, კომპლექტაციაზე და თქვენს ბიუჯეტზე. ასეთი იყო ლისიანგის განხილვა, თუ კონკრეტული მოდელი გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად განვიხილავ. თუ მოგწონს ჩემი ვიდეოები, ძალიან გთხოვ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი.